ჩემთვის ძალიან დიდი პატივი იყო ჩვენი პატრიარქისთვის, რომ მიგვეძღვნა ეს საღამო. მგონი შევძელით კიდეც გამოგვივიდა. მართალია ჩვენი ჟანრი არ არის გალობა, მაგრამ იმდენად გვინდოდა, რომ ჩვენი საყვარელი პატრიარქისთვის თუნდაც მცირეოდენი მიგვეგო პატივი, რომ ვიმუშავეთ ამაზე და საკმაოდ ხანგრძლივი მუშაობა გქონდა გალობაზე, იმიტომ რომ არ არის მარტივი, ვინც გალობს თვითონ იცის ეს ამბავი. ეცადეთ და მგონი გამოვიდა კიდეც ეს საღამო. მე ძალიან ვარ ბედნიერი, ძალიან მიხარია, აღფრთოვანებული ვარ იმისათვის, რომ მერგო წილად და მერგო პატივი იმისა, რომ ასეთი უმნიშვნელოვანესი საღამოსთან წამყვანი ყოფილიყავი და მადლობ უფალს. ჩემთვის ძალიან დიდი პატივია ასეთ საღამოზე მონაწილეობის მიღება. დიდება უფალს და დიდება პატრიარქი ხსოვნა. დიდი პატივი იყო, რომ ამ საღამოს ასე ვთქვათ, წევრი ვიყავი და ნაწილი. ძალიან დიდი მადლობა ორგანიზატორებს, თუნდაც რომ მოგცა იმის საშუალება, რომ ვიყავით ამ ყველაფერში ჩართული. და თითოეულ მონაწილეს, რომ ეს საღამო ესე კარგად შედგა. მიხარია, რომ ასეთი ღირსეული საქმის ნაწილი ვიყავი. დღევანდელი საღამო უწმინდესისა და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორისადმი არის მიძღვნილი. ეს არის სიყვარულის, მადლიერების და პატივისცემის საღამო, რომელიც აუცილებლად უნდა წარმართული იყო ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, რადგან ილია მეორეს როგორც მთლიანად საქართველოსთვის ძალიან დიდი სიკეთეები, ძალიან დიდი მადლი აქვს გაკეთებული ჩვენი რაიონისთვის, მრავლად აქვს ტაძარი აგებული მისი ლოცვა კურთხევით, უმრავლესი საკეთილდღეო საქმე არის გაკეთებული, როგორც სრულიად საქართველოსთვის. ამ ღონისძიების, ამ საღამოს სულის ჩამდგმელი გახლავთ ქალბატონი მერი დადუნაშვილი ანსამბლ ჰარმონიასთან ერთად და ვაჟთა კულტურასთან არსებულ ვაჟთა გუნდის დახმარებით. ჩვენი მასპინძლები დღეს გახლავთ მხარეთმცოდნეობის მუზეუმი და მათი ხელშეწყობით ეს საღამო წარიმართა უმაღლეს დონეზე. ვიტყვი, რომ ეს საღამო წარიმართა ძალიან კლასიკურად და ძალიან დახვეწილად. ღონისძიებით გამოხატავთ სიყვარულს და კეთილ გამოკიდებულებას ჩვენი არის გარდაცვლილი უწმინდესი პატრიარქის მიმართ. ალბათ ეს გასთან მქონდა და თქვენს დამეთანხმებით, რომ ჩვენი პატრიარქი ყველას გვეგონა, რომ არ მოხდებოდა. ყველას გვეგონა, რომ ის ფიზიკურად დიდხანს იცოცხლებდა. მაგრამ მან დატოვა ეს წუთისოფელი ფიზიკურად, სულიერად კი ის ჩვენ გვერდით არის. მისი გარდაცვალება ჩვენთვის და ჩვენი ერისათვის რა იყო ყველა თითოეულმა თქვენთაგანმა თქვენი თვალით ნახეთ და თქვენი თვალით დაინახეთ თუ რამხელა სიყვარული ქონდა მას და ეს სიყვარული მას ერმა დაუბრუნა მისდამი დამოკიდებულების გამო. პატრიარქი ნამდვილად გამორჩეული ადამიანი გახლდათ. მე უფრო ხშირად იხსენებს და მდრომთავრებიც, რომ როდესაც გასაბრაზებელი ვიყავით, პატრიარქი არ გაგვიბრაზდებოდა, გულს არ გვარკენდა, ისე ვეტყოდა თბილად საყვედურს და მოგვეფერებოდა, რომ ჩვენც ხვდებოდით, რომ ჩვენის გადადგმული ნაბიჯი თუგილის ფესტომა, რომელიც მოგვივიდა, რომ მეტად პასუხისმგებლობით მოკიდებოდით ნებისმიერ საქმეს. ეს იყო ნამდვილად დიდი უწმინდესი პატრიარქი ჩვენი ერისათვის. ის სულიერად ყოველი ჩვენთაგანთან არის. ყველას შეგვიძლია ჩვენ რომ ვიამაყოთ, რომ მისი მოღვაწეობის დროს ცხოვრობდით და მისი მოღვაწეობის და ქადაგებებს უსმენდით და ბევრი თქვენთაგანს კიდევ საამაყოთ არის ის, რომ თითოეული თქვენთაგანის ოჯახის ნათლია გახლავთ ჩვენი უწმინდესი. ეს ძალიან დიდი პიროვნება გახლავთ და არის კიდევაც და მერთმა ჩვენ მშვიდობა მოგცეს, ჩვენს ერთ მშვიდობა მოგცეს და ჩვენ პატრიარქს გავახარებთ მაშინ, როდესაც მისი ქადაგებებით ვიცხოვრებთ, მის დარიგებებს გავითვალისწინებთ და გვეყარება ერთმანეთი, გვეყარება სამშობლო, ღმერთი და ადამიანი. საქართველო მიყვარხარ, საქართველო მიყვარხარ, საქართველო მიყვარხარ.